ამ უზარმაზარ ეზოში მდგარი ასწლოვანი ხეები თითქოს თავისკენ გიხმობენ. მოულელ ეზოში და მაღლობზე მდგარ ხის სახლს თითქოს რაღაცის თქმა სურს. ზამთარს შემორჩენილ გამხმარ ფოთლებში სახლისკენ მიმავალ ბილიქს ვეძებთ. თუმცა მანამდე ხისგან საგულდაგულოდ მოწყობილ მესერს უნდა გადავაბიჯოთ. სახლში, რომელიც ახლა ასე გამოიყურება, მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმია გახსნილი. ამ სახლში მცხოვრებ ჯაფარიძეთა ოჯახში 117 წლის წინ კიდევ ერთი ვაჟი დაიბადა. ვაჟს ალიოშა დაარქვეს. გავიდა წლები და ალიოშა ძმასთან სიმონთან და დასთან ალექსანდრასთან ერთად ალპინიზმით დაინტერესდა. დღეს ალიოშა ჯაფარიძე 117 წლის გახდებოდა. ეს მისი სახლ-მუზეუმია. ალიოშა, სიმონი და ალექსანდრა. ისინი პირველები იყვნენ, რომლებმაც დალაშქრეს პამირი, კავკასიონი. ავიდნენ თეთნულძე, უშბაზე. პირველებმა შეისწავლეს ხვამლის, ორხვის, შიომღვიმის, უფლისციხის გამოქვაბულები და უზარმაზარ საბჭოთა იმპერიაში საფუძველი ჩაუყარეს ალპინიზმის სკოლის განვითარებას. მათი პირადი ნივთები ერთად თავმოყრილი ახლა ამ მუზეუმშია განთავსებული. რამდენიმე ათეული ექსპონატი არასათანადო პირობებშია და შესაძლოა მალე განადგურდეს. სახლის ერთი კედელი მიწისძვრამ დააზიანა. მაშინ დაზიანდა ბუხარიც. ეზოში კიდევ ერთი დაუმთავრებელი შენობაა. ის ვანო ჯაფარიძეს ეკუთვნის. თამსვლელ ჯაფარიძეთა მემკვიდრეს. ვანო მამიდამ ალექსანდრა ჯაფარიძე მიშვილა და აღზარდა. რამდენიმე წლიანი ბრძოლის მიუხედავად მან ვერ მიაღწია მიზანს როგორმე გადაარჩინოს და შეუნარჩუნოს სახე სახლ-მუზეუმს. სამწუხაროდ და საუბედუროდ სავალალო მდგომარეობა არის დღეს მუზეუმში. იმიტომ რომ მე ყოველ წელიწადს ჩავდივარ, ვაკითხავ, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება. რაც იყო ისევ ისეა და საერთოდ მუზეუმის დანიშნულება ისაა, რომ მას უნდა კონდეს საგანმანათლებლო მნიშვნელობა. ესე იგი დიდი სოფელია, ამ ხელა სოფელში შეიძლება ბევრმა არც იცის, რომ ეს მუზეუმი კი არსებობს, რომ მუზეუმია, მაგრამ ვინ იყვნენ ეს ჯაფარიძეები, რას აკეთებდნენ, რას საქმიანობდნენ, ეს ბევრმა არ იცის. ეს არის იმის ბრალი, რომ არ არის სათანადოდ წარმოჩენილი ის, ვინც ხელმძღვანელობს ამ მუზეუმებს, ისინი ვერ აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნას, რომელიც ჭირდება მუზეუმის პოპულარიზაციისათვის. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. მუზეუმი მართვის უფლებით კი ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებულ სამუზეუმო განყოფილებისთვისაა გადაცემული. სადაც არ უარყოფენ, რომ სახლ-მუზეუმში ცუდი მდგომარეობაა და ამის შესახებ მათ წერილები ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაგზავნილი აქვთ. არის მძიმე მდგომარეობა, შეეხება შესასვლელ კიბეს, თვითონ შენობას, რაც შეეხება არის კაპიტალური, მაგრამ ამ ეტაპზე საჭიროებს აუცილებლად გადაუდებელ სამუშაოებს, შემოხობით სამუშაოებს, რაც შეეხება, ძირითადად ატანილია შემოსახობი მასალა, მაგრამ თვითონ რაც შეეხება სახლს, ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი, ესე ვთქვათ, არ არის, მაგრამ გაწერილი გეგმა თუ არსებობს, როგორ უნდა გადარჩეს ეს სახლ-მუზეუმი? სამწუხაროდ არ არის ამის რეალური ნაბიჯი. პროფესორი გიორგი დვალაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი მუზეუმები რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და აუცილებელია მუზეუმის გადარჩენა. ის იმ ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ უნიკალური ექსპონატები მალე შესაძლოა საერთოდ დაიკარგოს. პროფესორმა ჩანაწერების წიგნში 15 წლის წინ გაკეთებული საკუთარი ჩანაწერი აღმოაჩინა, თუმცა წაკითხვა ვეღარ შეძლო. როგორც წესით, უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდება ესეთ საინტერესო ობიექტებზე, რასაკვირველია ის უფრო დაცული იქნება, უფრო მეტად პოპულარიზაცია მოხდება, უფრო მეტად გაპიარდება, ესე რომ ვთქვათ და ამაზე შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობა. ეს უნდა ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მოსახლეობამ, ყველამ უნდა ამაზე ვიფიქროთ, რომ უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, თუ არა და იქნეს დაცული. ნამდვილად ამას ჭირდება დახმარება, შველა, ექსპონატების გადარჩენა არის აუცილებელი და უფრო მეტი ყურადღება უნდა იქნეს ამ მართლაც საინტერესო უძრავი ძეგლის მიმართ. მუზეუმში ჩვენი მასპინძელი მთავარი სპეციალისტია, რომელიც გვიყვება, რომ ეზოში მდგარი მარანი შარშან სოფელმა საკუთარი ძალებით შეაკეთა და თიხის სახურავი ლითონით შეიცვალა. ასეთი დიდი ძეგლის
მასზე ძალიან სავალალო მდგომარეობაა, რომ ვერ ვახერხებთ, რომ მუზეუმს რაღაც გავუკეთოთ ის რომ რაღაც შეიცვალოს მუზეუმზე სიახლე, ან კიბე შესაკეთებელი ხედავ თვითონაც ბუხარი. ნაწილი დაზიანებულია და თუ დროულად არ მოხერხდა აი ამის პატრონობა ალბათ სხვა ექსპონატების დაზიანება. ორსართულიანი სახლ-მუზეუმის პირველი სართული დაკეტილია. მუზეუმის ყოფილი დირექტორი გვიხსნის, რომ ის ჯაფარიძეთა მემკვიდრეს ვანო ჯაფარიძეს ეკუთვნის და გასაღებიც მას აქვს. ექსპონატებს აუცილებლად ქიმიური დამუშავება ჭირდება. ეს ექსპონატები ძირითადად არის ფოტომასალები, როგორც ვხედავთ, ფოტომასალები, რომლებიც უკვე მოძველებულია, ის შავთეთრია, გადავიდა ბევრი ძალიან, ამავე დროს არის იქ სხვა ექსპონატებიც ხელწერილების სახით არის და ჭირდებათ და ჩვენ მივეცით ხოლმე და არავითარ შემთხვევაში დედანის გაცემა არ შეიძლება. ერთადერთი ექსპონატი, რაც აი ჩემი ჩატანილ მასალას მიემატა, იყო სწორედ გოდერძი სამხარაძის მიერ გადაცემული ეს უნიკალური წერილი. და აღმოჩნდა, რომ ეს წერილი აღარ არის. ეს უნიკალური წერილი იყო, რომ კაცხის ვედზე პირველად ავიდა და ადგა კაცმა ფეხი ამ ჯერ თავისთავად მნიშვნელოვანმა ხალხმა, ლევან გოთუა, უზარმაზარი მწერალი, უზარმაზარი პიროვნება, ლეგენდა, შეიძლება ასე თქვა, ალიოშ ჯაფარიძე, ვახტანგ ცინცაძე. ამათ მიერ ჩამოტანილ წერილს, როგორც, რა ვიცი, ისედმა გაფრთხილებოდა. არ ვიცი, ეს არის უპასუხისმგებლობა, სხვა არაფერი არ არის. თუ კი მუზეუმს ყავს დირექტორი, ყავს მსახური, დამლაგებელი, რაღაც შტატი არსებობს, რამდენიმე კაცის შტატია რა. ესე იგი, რას უნდა აკეთებდნენ ისინი? ამას თუ არ იცავს, მაშინ რა მნიშვნელობა, რისთვის ჩავიტანეთ მაშინ ეს? მეორე წელია ვანო ჯაფარიძე მამა-პაპისეულ ფუძეზე ვეღარ ჩადის. შექმნილი რეალობა მას აფიქრებინებს, რომ ისინი, ვისაც მისი წინაპრების ისტორიის შენახვა და თაობებისთვის გადაცემა სამსახურებრივად ევალება, საქმეს თავს ვერ ართმევენ. მას კი საქმის კეთების ნებას არ აძლევენ. ამ ვითარებაში ყველაზე მთავარი დრო იკარგება, რომელიც წარსულს ანადგურებს.